კოლორექტული კიბოს რის ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა ასაკი. 45-50 წლის ასაკის შემდგომ განსაკუთრებით იზრდება ამ სივსივნის წარმოშობის რისკი. სხვა რის ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ოჯახური ანამნეზი, თუ ოჯახში იყო სხვა ადამიანზე კოლორექტული სიმსივნე ან პოლიპი და არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა რის ფაქტორები, როგორიცაა ჭარბი მოხმარება ალკოჰოლის, სიგარეტის მიღება და ასევე გადამუშავებული ან წითელი ხორცის მირთმევა. ეს ძალიან ხშირი კითხვაა. სკრინინგით შესაძლებელია კიბოს წინა მდგომარეობის, მაგალითად პოლიპის აღმოჩენა, რისი განკურნების შემდგომაც ფაქტიურად ვახერხებთ კიბოს პრევენციას. სკრინინგი ასევე მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კოლორექტული სიმსივნე თავიდან უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ადრეულ ეტაპზე მისი აღმოჩენა კი მკურნალობის ეფექტიანობას ძლიერ ზრდის.